დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმა წყალტუბოს იგივე პრომეთეს მღვიმის აღმომჩენს ჯუმბერ ჯიშკარიანს დაბადების დღის საიუბილეო თარიღი მიულოცეს. სააგენტოს ხელმძღვანელმა სპელეოლოგიაში გაწეული ღვაწლისთვის მკვლევარს მადლობის სიგელი გადასცა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შეკრებილმა საზოგადოებამ ჯუმბერ ჯიშკარიანის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. ბატონი ჯუმბერ ჯიშკარიანის ღვაწლი პრომეთეს მღვიმესთან მიმართებაში არის მართლაც ძალიან დიდი. 84 წელს მისი ხელმძღვანელობით მოხდა ამ მღვიმის აღმოჩენა. შესაბამისად ეს მღვიმე დღეისათვის წარმოადგენს საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან ერთ-ერთ ძალიან უნიკალურ და მნიშვნელოვან ადგილს. თავისი უზარმაზარი დარბაზებით საოცარია, ვინც არ ყოფილა ყველას ვუსურვებ და მოუწოდებ რომ წავიდნენ და ნახონ ეს უნიკალური ადგილი. ბატონი ჯუმბერი იყო ის ადამიანი, რომელსაც გარდა ამ პრომეთეს მღვიმისა სხვა 300-მდე მღვიმე აქვს შესწავლილი და აგეგმილი. განებივრებული არა ვართ ადამიანები აი ესეთი სიტყვოთი გაწეული ღვაწლისათვის ასე თამაშებით და მადლობის მეტი რამე თქვის. დიდი მადლობა ამისათვის დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ჩვენ ბუნების მკვლევარები, რა თქმა უნდა, ყოველ აი ესეთ თითოეულ ნაბიჯს მადლობით ვიღებთ და კიდევ ენერგიას გუმატებს რომ ხვალაც, ზეგაც რაც ჩვენზეა დამოკიდებული კიდევ მეტი გავაკეთოთ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე ზოგადად სპელეოლოგიის მიმართულების მნიშვნელობაზე და აღნიშნულ სფეროში კვლევების გააქტიურებაზე ისაუბრა. რატი ჯაფარიძის განცხადებით, სააგენტო გეგმავს პროექტებს, რათა საქართველოში არსებული მღვიმეები და გამოქვაბულები კიდევ უფრო მეტად იყოს შესწავლილი და ამასთანავე მკვლევარებს შესაძლებლობა და სტიმული მიეცეთ ახალი აღმოჩენების მიმართულებითაც იმუშავონ. ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარია მღვიმეებით და ჩვენ იმედი გვაქვს რომ მსგავსი გამოქვაბულები კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ სადღაც ნოემბერ-დეკემბერში უკვე მრავალი წლის მერე, რაც პირველად მოხდა, ბოლოს მოხდა მსგავსი ღონისძიება, ჩვენ ვაპირებთ პირველი ექსპედიციების გაშვებას, უკვე ახალი მღვიმეების აღმოსაჩენა და სხვათა შორის ამ ექსპედიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელად მე მოვიეზრებ იმ ადამიანს, რომელიც ბატონ ჯუმბერთან ერთად 84 წელს პირველად აღმოაჩინა პრომეთეს მღვიმე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ მსგავსი მღვიმეები კიდევ აღმოჩნდება ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება წყალტუბოს იგივე პრომეთეს მღვიმეს, ის სოფელ ყუმისთავში 1984 წლის ივნისში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს. მკვლევართა 5-კაციან ჯგუფს სწორედ ჯუმბერ ჯიშკარიანი ხელმძღვანელობდა. მათ მღვიმეში 90 სანტიმეტრის სიგანის ხვრელით შეაღწიეს და იმავე დღეს 7 კარსტული დარბაზი შეისწავლეს. დღის მონაცემებით მღვიმეში 17 დარბაზია შესწავლილი. იქ არსებული ბილიკის სიგრძე 1050 მეტრია, რომელიც მცირე ზომის შთამბეჭდავი ტბით ბოლოვდება.